მეგობარი აქტის მიღებაც, ეს რაღაცა ჩამოყალიბება ხდება, მეგონი სწორად. ხო, იმედი მაქვს, რომ ესე იგი ეს გაგრძელდება და ანუ ეს შეცდომებს, რომელიც აქ აქტიურად იქიდან უკვე პირველი მსოფლიო ომის დროიდან უკვე ამერიკელები რო უშვებენ ევროპის მიმართ და განსაკუთრებით იმის მიმართ, ხო? განსაკუთრებით აი ამ საბჭოთა კავშირის მიერ დაპრობილიერების მიმართ, ესეთი აღარ იქნება და აღარ გამეორდებიან. საბოლოოდ ეს იქნება რაღაცა შეთანხმება და გარკვეულობა იქნება აი ამ იმაზე, ამ პროცესზე, რომ რა იყო ვინ არის ეს ხალხი, როგორ მოხდა იქა, როგორ განთავისუფლდნენ. თუმცა ამავე დროს უნდა ვთქვათ, რომ ისევ ამერიკელებს უნდა ვუმადლობდეთ, ესე იგი 18 წელში ჩვენ განთავისუფლებას, იმიტომ რომ არა ამერიკელები და რომ არა პრეზიდენტი ვილსონი ჩვენ ვერანაირ იმას, ესე იგი დამოუკიდებლობას ვერ მოვესწრებოდით ის 3 წელიც კი. ასე რომ ესეც ძალიან ისეთია დასაფასებელია თქო უნდა. კი ბატონო, და სწორედ ერთ-ერთი მიზანი, აი ხა ჩავდგან ბოლოში მინდოდა მეთქვა ჩვენი შეკრებისა პრისტონში არის ეს, რომ აი დამოკიდებულება ხედვა რაღაცა გაიწმინდოს რა, აი რაღაც გადაიფხიკოს ის რაღაცა ჭუჭყი ნალექი რაც არსებობს და რეალობა გამოჩნდეს, რაც არ უნდა მწარე იყოს ეს რეალობა, რაც არ უნდა მომგებიან წამგებიანზე აღარ არის ჯობია სიმართლე ყოველთვის, ვიდრე აი ეს ჩვენი შეკრებაც პრინსტონში ერთ-ერთი მიზანი არის, რომ ამერიკელებსაც დავანახოთ რა, რას ვფიქრობთ, როგორ ვფიქრობთ, რანაირად არის და ცოტა აეხილოთ თვალი. კარგი, მოდი. აი ეს არის მთელი პრობლემა, იცი რომ ესე იგი რა უნდა გავაკეთოთ და ეს კითხვა დგას, ხო, რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს ვითარება შეიცვალოს. ალბათ ისე ხა ერთი ვერსია, რაც შეიძლება არ არის არანაირად ცუდი, დაუშვათ შეიძლება ჩატარდეს რაღაცა ტიპის რეფერენდუმი, ხო, იმაზე ხელისუფლების გადადგომაზე და დაუშვათ იმაზე. მაგრამ არ ვიცი ამას ვინ ჩატარებს, როგორ ჩატარებს, რამდენად არის შესაძლებელი. თუმცა ვფიქრობ რეფერენდუმის ჩატარება შესაძლებელია. თუ კი ესე იგი ეს IT-შნიკები, ანუ კომპიუტერის სპეციალისტები მოიფიქრებენ ის სისტემას, რომელიც შეიძლება მართლა ჩატარდეს თელ საქართველოში რეფერენდუმი უტყუ არის და იმისი ჩარევების გარეშე. ეს მართლა შესაძლებელია, უბრალოდ ამდენად გააკეთებენ. მე რა ვფიქრობ, იცი ხა შენ ტერიტორიაში იმას ხენ საქართველოში, მაგრამ მე მგონი საქართველოში და ასე ვთქვათ საქართველოს მოქალაქეები. აი ამ სივრცემ, ამ ინტერნეტ სივრცემ უნდა გააერთიანოს რაღაცნაირად ეს. კი, აი კარგი დამატება გააკეთე. მე ვფიქრობ, რომ ეს რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს თავრობის გადადგომაზე, უნდა ჩატარდეს საქართველოს მოქალაქეების მიერ, ვინც არის საქართველოს მოქალაქეებს შორის, კი ბატონო. ხო, და ამ შემთხვევაში ჩვენ ზუსტად გვეცოდინება, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში ამისი ისა გაყალბება იქნება ძნელი, უარყოფა იქნება ძნელი, იმიტომ რომ ბოლო-ბოლო ეს ადამიანები საკუთარი ID-ებით მიიღებენ ხო ამაში მონაწილეობას. შესაძლებელია პრინციპულად ისეთ სისტემის გაკეთება, ესე იგი ელექტრონული სისტემის, რომელიც საშუალებას მიცემს საქართველოს მოქალაქეებს გამოხატონ თავიანთი აზრი მთავრობის შესახებ და დარწმუნებული ვარ ამ შემთხვევაში უმეტესობა იქნება იმისკენ რომ მთავრობა გადადგეს და ჩატარდეს ახალი არჩევნები. აი მე ვფიქრობ რომ ეს ერთადერთი გზა არის რაც შეიძლება გაკეთდეს, მაგრამ ამას უნდა მონდომება, ამას უნდა ცოტა მეტი დაფიქრება, მეტი ის უნდა, მეტი მობილიზაცია უნდა. იმიტომ აი მაგალითად სადღაც ხო, მაგალითად ესტონეთში თუ ქართველები დაიწყებენ მუშაობას ამ სისტემის გაკეთებაზე, ხა რანაირად ვერ შეუშალო იმას ხელი, ხო? ვერანაირად ვერ შეუშლენ იმას. არა, ვერ შეუშლის, უბრალოდ მართლა რაღაცა იცი რა ეს აი ხა აი თუნდაც რაღაცას რო ვაპირებთ, ამან დამონახვა როგორი რთულია სუპატარა რაღაცის გაკეთებაც და შეთანხმებაც რა რთულად მიდის ეს ყველაფერი ეს. ძალიან რთულია და მე ვფიქრობ ამ შემთხვევაში დღეს აი ესეთი ძლიერი ნაბიჯი იქნება, რომ ჩატარდეს ეს რეფერენდუმი საქართველოს მთავრობის გადადგომისა და ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ. ეს ესეთია მე მგონი ყველაზე უფრო ადეკვატური ზომა იქნება დღეს გასაკეთებლად. და მე ვფიქრობ, რომ აი ეს მოხალისეობრივ დონეზე მოხალისეობა დააფართოაზეთ. მე არ ვამბობ, რომ ყველაფერი უფლოდ გაკეთდეს, მაგრამ აი მოხალისეობრივ დონეზე და შედეგის მიღწევის მიზნით ამის გაკეთება დღეს საქართველოში და საქართველოს მოქალაქეებს ამის გაკეთება შეუძლიათ. მადლობა გიგი, საინტერესო იყო და სწორედ აი მოდი ესე გავაკეთოთ, აი ბოლოს მაინც ვიტყვი, რომ აი ეს იდეა რაც გიგიმ გააზრდა, ესეც იქნება მსჯელობის საქმე და არა მარტო მსჯელობის საქმით გადავაქციოთ რაღაცა, არა მარტო ეს კიდე რაღაცა ბევრი ისინი გვაქვს მონიშნული პრინსტონში 7 ივნისს აი ესეთი ბრიჯები დავარქვით ხიდი, სადაც ეს ოფენერი, დარიო და თვითონ ბრიჯების საორგანიზაციო ჯგუფი ცდილობთ ამის გაკეთებას და ძალიან კარგი შესახვევი ადგილი იქნება. მაგალითად, ვისაც გინდა გიგის ნახვა, ან კიდე დარიოს სხვა რესპონდენტების ამ კიდე საინტერესო ქართულების ნახვა, ერთმანეთის გაცნობა და კომუნიცირება, ალბათ იქნება ძალიან კარგი და კიდე ერთი მინდა დავამატო, რომ ეს იცით როგორი ღონისძიება, აი ხაზგასმით
არავის პერსონალურ დაპატიჟებას ვცდილობთ არ გავაკეთოთ, იმიტომ რომ ვინც თulis რომ იქ უნდა იყოს, უნდა გამოხატოს ეს სურვილი და რაღაცნაირად ერთად გადავწყვეტთ ფიზიკურად როგორ უნდა იყოს. ხა დახმარება ვთქვათ იმაში შეიძლება სხვანაირად იქ მოხვედრაში, მაგრამ სურვილი უნდა წამოვიდეს ადამიანისგან, იმიტომ რომ რა ვიცი, ხა მე ჩემ დაბადების დღეზე ხوار ვეპატიჟები მაგალითად და ერთმანეთს ვეპატიჟებით და მეც ასევე ვიღებ ამას სხვისგან. რაღაცა ისეთ საერთო საქმეზე თulit რომ გასაკეთებელია და ვისაც გინდათ აი დავუკავშირდით, იქნება საიტი უკვე მალე, ხუთშაბათ ჩაერთვება რეგისტრაციის საიტი, იქ უნდა დავრეგისტრირდეთ და ეს ყველაფერი გავაკეთოთ, ინფორმაციაც იქნება. ნუ რა ვიცი, გიგი თუ დაამატებ ორ სიტყვას. არა, ხო, ნუ სანიშნავანი შეხვედრაა, მე ვფიქრობ და საშუალება გვაქვს რომ ერთმანეთს შევხვდეთ და გავესაუბროთ, დავგვეგმოთ რაღაცეები, იმიტომ რომ ჩვენა ვარ და არაფერი ხელი შემშლელი ფაქტორი ჩვენ. ხო, არა, ამის იდეა რა არის, შეხვედრა გამოსავალი უნდა გქონდეს, რომ შევხვდით დავიშალეთ, არა. გაგრძელება უნდა მოვიფიქროთ რა. ჩვენ თუ ვინმე შეგვიშლის ხელს, ისე ვიქნებით ჩვენ საკუთარ თავში შევშლის ხელს, ასე რომ მნიშვნელოვანი შეხვედრაა და ვფიქრობ შედეგებიც იქნება კარგი. დიდი მადლობა დროებით შეხვედრამდე ბრისტოლში.